როგორც დაგკვირდი, დღევანდელი გადაცემა მთლიანად თქვენს წერილებზე დაყრდნობით შევადგინეთ და აი კიდევ ერთი ობიექტი, ეს არის ჭანტურია 4 ნომერი, კაფე საკონდიტრო ბრაუნი. წერს მომხმარებელი, რომ იყო კაფეში, მოუტანეს ხაჭაპურში და ხაჭაპურში აი რაიდო ხაჭაპურში ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება. რა თქმა უნდა, ჩემი ფეხი ამ კაფეში აღარ იქნება, არავინ ბოდიში არ მომიხადა, ნუ აღშფოთებულია მომხმარებელი ეს რა გამიკეთესო. არ ვიცით, გარედან ვუყურებთ კაფე ბრაუნი მშვენივრად გამოიყურება. მოდით ვნახოთ თუ რა ხდება ამ კაფეს სამზარეულოში. პირველი მაცივარი ცივდება პროდუქტი, მაგრამ აი რაცაც ვერ დავეთანხმები, ეს არის სადაც დევს მაცივრები და სადაც არის ღია პროცესი მიმდინარეობს, იქ ქუჩიდან შემოსული ბინძური ფეხსაცმელები იდოს და იქ გამოცვლა მიმდინარეობდეს, ეს ცოტა მიუღებელია. ძალიან დიდი საკონდიტროა. კედლები მოწესრიგებულია, ანუ შეფუთული არის მეტლაკაფელით, იატაკის რეცხვა სრულიად შესაძლებელია და მოწესრიგებულია. ღია პროცესი, როდესაც მიმდინარეობს და სადაც გაციება ხდება და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში ცვენა მიმდინარეობდეს, წყალი ჩამოდიოდეს და კედლებზე ობისოკო იყოს დაუშვებელია. დასაყრდნობაში კონდენსატს ვერ უყურებ და არ არის. სუფთა არის, აი ცომი ამოდის, ნახეთ. და კონდენსატი არ არის, ყველაფერი კარგად არის, აი სუფთად არის ყველაფერი, კედლებიც მოწესრიგებულია და მალე დავკეტავ, რომ ტემპერატურული რეჟიმი არ დაეცეს. აი ზუსტად, როდესაც ვამბობ, რომ აი ზედმეტი ნივთები უნდა გავიდეს, თქვა, აი ზუსტად რას გულისხმობ, ნახეთ, აი მტვერის დაგროვების ბუდი არის, ჩვეულებრივად მტვერი გროვდება. ქოლგაც არ უნდა იყოს იქ, სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს და როგორც მინიმუმ აი აბლაბუდები უნდა იყოს ჩამოხსნილი. რამდენიმე ადგილზე უყურებ, სადაც წყალი ჩამოდის, ესეც არ უნდა ხდებოდეს არავითარ შემთხვევაში და ყველაფერი დეტალურად უნდა სუფთავდებოდეს. აქ არიან კიდე აი მოწესრიგებული სუფთა ქალბატონები. ეს ტერიტორია უფრო კარგად არის მოწესრიგებული, თუმცა ქაღალდის კედლის გაწმენდა ცოტა რთული არის და აი გადატვირთულ თაროებზე ძალიან დიდი რისკია მტვერის დაგროვებით. საიდან მოგაქვთ ეს მაწონი? ეს მოვაკოვებდივას არა, მე სიძველეზე არ დავობ. იმიტომ რომ შრატი არ არის. აი ეს არის, ნახეთ, აი ეს არის შრატი გამოყოფილი, ეს არის გუშინდელი, ეს არის დღევანდელი, ეს არის უფრო ახალი. ვუყურებ, მაგრამ ეხა მითხარით, აი ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, რისგან არის დამზადებული, რძიდან, რძის პუნელიდან თუ რა არის გამოყენებული, უნდა იყოს აუცილებლად ეტიკეტირება. დამზადების თარიღი და გამოყენების ბოლო ვადა, რამდენი აქვს შენახვის ვადა, იმიტომ რომ ეს არ არის ჰერმეტულად დახურული, აქვს პარკი გადაკრული და არავითარ შემთხვევაში ასეთ მდგომარეობაში. გასაგებია, მე ხო არ მითქვია, რომ ძველია და ცუდია, მაგრამ კანონი ხო არსებობს და კანონს ხო უნდა დავემორჩილოთ. აქედან გამომდინარე და ისედაც სამზარეულოში, აი ჩემი რჩევა არის, აი ესეთი ყუთების შემოტანას არ გიჩვევთ, იმიტომ რომ როგორც წესი და რიგია, აი ასეთ ყუთებს მოყვება წვრილი წითელი ტარაკნები და მე მათი აღმოფხრა ძალიან რთულია. ჯერჯერობით მე მათ ყავს აქ საბედნიეროდ ვერ უყურებ, მაგრამ აი აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ არ იყოს და ეტიკეტირება და ვადები მით უმეტეს ძის პროდუქტებზე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული. კაფე საკონდიტროს დარბაზი, იატაკი, სუფთა, ნუ რაღაცა პატარა ნამცეცები არის, ბუნებრივია, იმიტომ რომ ბევრი ხალხია, ეხლა ლანჩის დროა, სადილის დროა და შემოდიან მომხმარებლები, მაგრამ ზოგადად რა გითხრათ, აი მაგიდები არის სუფთა, ავეჯიც არის მოწესრიგებული, ეს დახლი არის ცარიელი, ვერ ვხედავთ სად არის პროდუქცია. აჰა, აგერ მაცივარში არის ტორტები, ნამდვილად ეს ხო საკონდიტროც არის. მე ვიტყვი, რომ ყველაფერი კონტეინერებშია მოთავსებული და სუფთად არის, კარგად გამოიყურება. ანუ საოჯახო სამზარეულოს სწრაფი კვების ფორმატი აქვთ. ლობიო, სალათები, ვინიგრეტი, ბადრიჯანი და ასე შემდეგ. აი ესეთი კერძებია. ეს არის უკვე საცხობის პროდუქცია, პიცა, ხაჭაპური, ჭადი, მჭადი. ყველაფერი გადაფარებულია, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია და აგერ არის სუფთა ჭურჭელი. ვიტრინაში რასაც ხედავ, სასიამოვნოდ გამოიყურება. უზარმაზარი სამზარეულოა, იატაკი მოწესრიგებული და მოპირკეთებულია.
ჭერი მოპირკეთებულია და აქ ზუსტად არ არის არანაირი კვალი იმის, რომ წყალი სადმე ჩამოდის, ქვევიდან გამომდინარე, აქაც მეგონა იყო პრობლემები, მაგრამ პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. მომწონს უჟანგავი მაგიდები, ძალიან კარგია. იატაკიც ისე არის მეტალახით მოპირკეთებული, რომ მისი გასუფთავება ძალიან მარტივია და ესეც კარგია ერთგვაროვანი იატაკი, როდესაც არის. ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს არის, რომ ხშირად ფანჯარა იღება და არ არის ფანჯერაზე ბადე. აი ნახეთ, ეს არის წყალი, რომელსაც თქვენ სვამთ. ეს არის ტორტი, რომელიც გამზადებულია და რომელსაც შეფუთავთ და გაიტანთ გასაყიდად. ბოთლი გარედან ყველა ვარიანტში არის ბინძური, იმიტომ რომ ხანსადდებთ და პირდაპირ ედებოდეს. ნამცხვარს არასწორია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იგივეს ვიტყვი აი ამ გაყინულ ხილზე, თუ კი ნამცხვარი არის სინზე განთავსებული, უნდა იყოს ცალკე და არაფერთან შეხებაში არ უნდა იყოს. ნახეთ, აი რა სილამაზეებია, მაგრამ აი რაც არ მომწონს, აი ამას შეხედეთ, აი. რაც ხდება ძალიან ხშირ შემთხვევაში. ფიზიკურად ადამიანები ვართ და ძალიან ხშირად ხდება, როდესაც შედების დროს, გამოღების დროს ჩვენ აი მაციურის კედლებს თუ ზედაპირს თუ ფსკერს ვედებით და არავითარ შემთხვევაში თუ თაროს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად მოწესრიგებული არ იყოს. და აი ჩემი თხოვნაა რომ აი მაქსიმალურად სწრაფად პირველ რიგში დაასუფთავონ აი ეს რეზინები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეზინებიც იყოს სუფთა. აქ პირდაპირ ჩანს პროდუქცია რაც არის დამზადებული, ამას თქვენც კარგად ხედავთ ყველაფერს. ელემენტარულად აი მაციურებს ეხა გოგოები გიჟებივით რო დარბიან და ასუფთავებენ, სახალხო კონტროლის მოსვლამდე უნდა დასუფთავდეს და ბევრად უკეთესი იქნება. პრობლემები აქვს კონდიციონერებს, ძალიან ცუდია რომ წყალი ასე ჩამოდის, არ უნდა ჩამოდიოდეს და დაცული უნდა იყოს. ნუ აქ აგრეგატები არის, ეს სათქვეფები, ეს არის ძირითადად ცომისთვის და კრემებისთვის. და აი მაციურის უკანას ტერიტორიები უნდა სუფთავდებოდეს. დანები, წესით სუფთა დანები უნდა ეკიდოს აქ, მაგრამ მე პირადად ხედავ რომ დანები მოგწონთ? არა, არც მე. ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა, რა ეკონომიას გიკეთებთ ეს, რომ აი ამ ერჯერად პარკებს, რომელიც ფიზიკურად არ ირეცხება შიგნიდან სათანადოდ, იმიტომ თეთრებს. აი ნახეთ, ამას შეხედეთ ჭუჭყი როგორაა ჩამჯდარი. ხელმძღვანელი ბრძანდებით, ფლობელი. არა უშავს. მაშინ თქვენთან მაქვს ძალიან დიდი თხოვნა. საოცარი პროდუქცია გაქვთ, ძალიან მომეწონა ვიზუალურად, მაგრამ გარდა ვიზუალისა უნდა იყოს სანიტარული ნორმებიც დაცული. აი ერჯერადი პარკი არ უნდა ირეცხებოდეს, ის უნდა იყოს ერჯერადი. ჯობია 50 თეთრი პროდუქცია გაზარდეთ. მაგრამ ერჯერადი პარკი შევთანხმდეთ რომ ერთხელ გამოვიყენოთ. კარგით? და აღარ გავრეცხოთ. ეს არის ჩემი თხოვნა. ქალბატონები ბრძანდებით. ეს არის ფარდა. არავითარ შემთხვევაში აქ უნდა იყოს ისეთი რამ ჩამოფარებული, მესმის რომ ზე არის, რომ აი მისი გაწმენდა შესაძლებელი იყოს ძალიან ხშირად და მტვერი არ უნდა გროვდებოდეს. აი თქვენ თვითონ რომ ნახოთ ახლა ეს ოდნავ მაინც რომ შევფერთხო ახლა თქვენ თვითონ არ გესიამოვნებათ. აი ნახეთ. აი შეხედეთ და ამის გარდა კიდე აი აბლაბუდები, ეს ყველაფერი ფარავს, ვერ ხედავენ გოგოები, ამიტომ ისე გავაკეთოთ, რომ ეს დავფაროთ სხვა რამით და აი ასე არ უნდა იყოს. ობიექტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ძალიან ბევრი რამე შეგიძლიათ, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა კიდე ყურადღებ მისაქცევი და გასაკეთებელი. არ ვიცი, აი სუფთა რა გითხრათ ახლა მე აქ არ მიმირთმევია, არც ხაჭაპური, არც სხვა პროდუქცია, ვერ გეტყვით. ვარაუდი მაქვს, რომ გემრიელი და კარგი პროდუქცია. თუ ზოგჯერ ვიღაცას რაღაცა შეხვდა, სამწუხაროდ ხდება ესეთი ფაქტები, მაგრამ ჩვენ ამას ვერანაირად ვერ გადავამოწმებთ. ეს უკვე მხოლოდ და მხოლოდ ობიექტის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ჩვენ მოვედით, მადუნამ გადაიღო სამზარეულო და საცხობი. თქვენ ნახეთ იქ როგორი მდგომარეობა, მე გაჩვენეთ რა ხდება დარბაზში. ეს არის სულ ფოთის ცენტრში ვართ, ჭანტურიას 4 ნომერში, კაფე საკონდიტრო ბრაუნი.